დღეს ამ ვიდეოში ბევრი რაღაც გაჩვენეთ და როგორც იცით, ანუ მე ძალიან მიყვარს ცხრილები, იმიტომ რომ დემონსტრაციის კარგი საშუალებაა და ამით თანხმობით ალბათ. ეხლა ანუ აქ რასაც ხედავთ, არის ცხრილი, სადაც აშშ-ში პუბერტატის ასაკის მოზარდების პუბერტული ცვლილებები არის გამოსახული. ანუ მათ ყველაფერს და რაც ჩამოთვალე კერდის ზრდა, სათესლის ზრდა, საკვარცხის ზრდა, დუდუს ზრდა, თმების ზრდა ბოქვენზე, იღლიაში, სხეულის ფორმების შეცვლა და ასე შემდეგ, ის ყველაფერი არის მეორადი სქესობრივი ნიშნები. რა ხდება ბიჭებში? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ანუ არ ახსენებენ ხოლმე და ძალიან საინტერესოა, ხო? ანუ უნდა ვიცოდეთ სხვა სქესის წარმომადგენლობა ერთმანეთის პუბერტული ცვლილებების შესახებ უფრო მეტი სენსიტიურობა გქონდეს და ხო, სად გავჩერდით? თუ გახსოვთ, თქვით რომ ბიჭებმა ტანი აიყარეს, მაშინ როცა გოგოებმა თითქმის ზრდა შეუწყვეტათ კლასში. და ხო, აქ ხედავთ რომ ბიჭების ტანის აყრა, ანუ პიკური ზრდა სიმაღლეში უფრო გვიან დაიწყო სადღაც როგორც გითხარით წელიწადნახევრის მერე, ვიდრე გოგონებში. და მერე სიმაღლეში გაგვასწრეს. კიდევ თქვით რომ ბიჭებში ანუ სხეულის ფორმები შეიცვალა. ანუ გოგოებისგან განსხვავებული გახდა, ხო? ანუ მხრები უფრო ფართო გახდა, მენჯი უფრო ვიწრო იყო, სიმაღლეში გაიზარდნენ და კიდევ რა მოხდა? ანუ კიდევ რაშობა ტესტოსტერონი, რომელიც გააქტივებული სათესლეჯირკვლებიდან ესე აქტიურად გამოიყოფა ტვინის სიგნალების ასე ვთქვათ, ბრძანების შედეგად. კუნთური მასა იმატებს ცხიმოვან მასასთან შედარებით. მაგიტოა, რომ ბიჭებს კანი უფრო სქელი გაქვთ, უფრო არ გცივათ და ჩვენ უფრო მეტად გცივ, რადგან ჩვენ უფრო თხელი კანი გვაქვს, ნაკლები კუნთური მასა გაქვთ და გვაქვს და რადგან ნაკლები კუნთური მასა გვაქვს, უფრო მეტად გცივ ხოლმე სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმზე, ვიდრე ბიჭებს. ანუ ფიზიოლოგიურად ესე ხდება, თუმცა ჩვენ ვიცით რომ ფიზიოლოგიური განსხვავებები ხელს არ უშლის გენდერულ თანასწორობას. ხო, რაც შეეხება, ანუ სხეულის ფორმა შეიცვალა, ტანი ავიყარეთ, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ, კუნთები მოგვემატა, კიდევ რა მოხდა ტესტოსტერონის შედეგად, კიდევ ბიჭებში იზრდება ერითროციტების, ანუ იმ უჯრედების რაოდენობა, რომელიც სისხლში, რომლებსაც სისხლში ჟანგბადი გადააქვთ. კიდევ რა მოხდა, ანუ რა მოხდა თუ გამოიცნავთ ისეთი, რაც რელევანტურია მენსტრუაციის. ანუ მენსტრუაცია პირველი ვიცით ხო, რა ქვია, მენარქე, რაც ვისაუბრებ შემდეგ ვიდეოებში. რა მოხდა ბიჭებში? გაქვთ იდეები? სპერმარქე. ხო, ეს რქე დაბოლოებები მოკლედ ბერძნულად ნიშნავს პირველს და ჩვენ ექიმებს რო გვიყვარს ტერმინები, ყველაფერს ვამატებთ ხოლმე ბოლოში. პუბერტატის ასაკში სპერმარქე, პუბარქე, აქსილარქე, ტელარქე პირველი ძუძუს ზრდის პროცესია, აქსილარქე პირველი თმის ზრდის პროცესია იღლიაში, მაგალითად სპერმარქე ნიშნავს რომ პირველად მოხდა სპერმის დაღვრა, ეიაკულაცია. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ როგორც გოგოებში გოგონები არიან ხდებიან ნელ-ნელა რეპროდუქციული უნარის, ანუ ეგრეთ წოდებული გამრავლების უნარის მქონე, ასევე მამაკაცები ტესტოსტერონის შედეგად იწყებენ სათესლეებში სპერმის წარმოქმნას და რამდენ ხანში ხდება სპერმის წარმოქმნა? 3 თვეში ერთხელ დაახლოებით. ანუ კვერცხის წარმოქმნა კვერცხუჯრედი ხდება დაახლოებით 28 დღეში ერთხელ, ყველაზე გავრცელებული ინტერვალია ქალებში, ხოლო სპერმის 3 თვეში ერთხელ.